მოგესალმებით. დღეს გვაქვს ძალიან საინტერესო თემა. იცით ახლა ალბათ სათაურიდან ეს ფილიპ ზიმბარდოს ლუციფერის ეფექტი. ბუნებრივია ახლა მთელი ლექცია კონკრეტულად ამ ექსპერიმენტზე არ იქნება, იმიტომ რომ ზღვა მასალადებს ამაზე ინტერნეტში და დარწმუნებული ვარ ყველას ნანახი გაქვთ. უბრალოდ მე მინდოდა ესეთი ტიპის ექსპერიმენტებზე დაყრდნობით დღეს მესაუბრა, როგორ ხდება ადამიანის დემონიზაცია. ზოგადად არსებობენ თუ არა ესეთი კეთილი და ბოროტი ადამიანები ცალსახად და რამდენად მნიშვნელოვანია გარემოება ადამიანის ასეთ ცვლილებაში, შეიძლება ითქვას დეგრადაციაში და შესაძლებელია თუ არა აი ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. არსებობს ფაქტები რეალურად რაც ხდება, ჩვენ ფაქტებს ვერ გავიქცევით და დღეს აი სწორედ ფაქტებით მინდა დავიწყო საუბარი და შემდგომში ერთად გავარკვიოთ, არის თუ არა ზოგადად ადამიანი იმის შემძლე, არსებობს თუ არა ესეთი ნებელობა და ძალა ადამიანში, რომ ადამიანი არ დაექვემდებაროს აი ესეთი ტიპის ცვალებადობას. უბრალოდ ეს თვითონ ზიმბარდოს ექსპერიმენტიდან რამოდენიმე დეტალზე მინდა ძალიან გავამახვილო ყურადღება. ვინც არ იცით ახლა, ალბათ ყველა მიცით, მაგრამ მაინც შევეხები, რახან ლექცია მას ეხება ეს 1971 წელს ვარ ვსდები. ესეთი ექსპერიმენტი ჩაატარა ფილიპ ზიმბარდო, ალბათ ყველა მიცით, ეს იტალიური წარმოშობის ამერიკელი ფსიქოლოგი, კონკრეტულად სოციალური ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობს. უდაოდ დიდი მოაზროვნე, ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან ესეთი ავტორიტეტული პიროვნება, ვისგანაც მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მან ჩაატარა ესეთი ექსპერიმენტი სტენფორდის უნივერსიტეტში, გადაწყდა გაკეთებული იყო ციხე, ეს იყო უნივერსიტეტის სარდაფში. ძალიან სპონტანურად შეირჩა, 24 ადამიანი, თავიდან იყო მსურველი 70 ადამიანი და აი ამ 70 ადამიანიდან შეირჩა ყველაზე მდგრადი ფსიქიკის. აი მინდა რომ ამას მიაქციოთ ყურადღება, ყველაზე მდგრადი, ყველაზე მყარი, გაწონასწორებული 24 ადამიანი. აქ ეს უნდა გაყოფილიყო ორ ნაწილად, 12 იქნებოდა პატიმარი, დანარჩენი იქნებოდა ზედამხედველი. ეს და ყველაფერი დაიწყო ესე უცნაურად. როდესაც დაიწყო მათი, იცით როგორ შეირჩა ადამიანები, ეს სპონტანურად, შენ იქნები პატიმარი, შენ იქნები ზედამხედველი. არავითარი აბსოლუტურად წინასწარი გამიზნულობა და ამათი აყვანა, დაპატიმრება მოხდა აბსოლუტურად ყველა წესის დასვით. თვითონ არ ცელოდნენ, მათთან მივიდა პოლიცია, წაიყვანეს ესენი განყოფილებაში, დადეს ხელბურკილები. და შემდგომში გადაიყვანეს უკვე ამ უნივერსიტეტის სარდაფში, სადაც იყო ტიპიური ციხე მოწყობილი. ეხლა საინტერესოა თვითონ ესე ჩანაწერებია ეს თვითონ ზიმბარდო მაშინ ეხლა და ცოცხალია და თვითონ ეს მონაწილენი დღეს უკვე ასაკში, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მათი მოგონებები. ეს ფილიპ ზიმბარდო იხსენებს, რომ თავდაპირველად ეს პირველი დღე ეს იყო ძალიან რაღაცნაირად თამაშს გავდა, არც პატიმრები იქცეოდნენ მაინც და მაინც ისე როგორც პატიმრები, ზედამხედველებიც იყვნენ საკმაოდ მორიდებულები და აქ ერთი პიროვნება წყვეტავდა ყველაფერს, თვითონ ეს ფსიქოლოგი, რომელიც იყო ამ ყველაფრის ზედამხედველი და უკვე მათ თქვა, რომ მეორე დღიდან, როდესაც მიეცათ მათ განკარგულება, რომ ყველაფერი უნდა იყოს ძალიან რეალური, ნელა დაიწყო აბსოლუტურად ცვლილება სურათმა. თუ პირველ დღეს იყვნენ ძალიან დაბნეულები, მეორე დღიდან და სხვა შორის ერთი პიროვნება იხსენებს, ეს ფორმები რომ ჩავიცვით და სათვალე რომ გავიკეთეთ, მე ვხვდი რომ ეს მე ვიყავი სრულიად სხვა ადამიანი. ამას იყვება ერთ-ერთი ზედამხედველი და აქ განსაკუთრებით საინტერესოა, ერთ-ერთი ზედამხედველი იყო განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა და აი ამ პიროვნების მოგონებები იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო. დღეს უკვე ასაკში ეს ადამიანი და დღეს როგორ იხსენებს თავის თავს, რა დაემართა მას აი ამ ექსპერიმენტის დროს. ნელ-ნელა ზედამხედველებმა აბსოლუტურად შეიცვალეს დამოკიდებულება, ძალიან გამკაცდნენ, როგორც რეალურად ხდება ციხეში და სადღაც მესამე დღიდან დაიწყო არა მარტო მკაცრი, არამედ ძალიან ცინიკური დამოკიდებულება პატიმრებზე, რასაც იხსენებს თვითონ ზიმბარდო. რამაც მე გამაკვირვა, რასაც იხსენებს ეს პიროვნება, რომ
ну გასაგებია რომ მათ აბსოლუტური უფლება ჰქონდათ მინიჭებული რომ მოქცეოდნენ მათ ისე როგორც პატიმრებს, მაგრამ ცინიზმი ამის მითითება მათ არ ქონიათ. ანუ ყველა ადამიანი შევიდა დამოუკიდებლად როლში. საინტერესო იყო აქ რამოდენიმე დეტალი განსაკუთრებით მოეწონათ ზედამხედველებს ასეთი სექსუალური ტიპის დაცემის ფორმა, რა თქმა უნდა, სექსუალური აქტი არ ხდებოდა, ანუ აშიშლებდნენ პატიმრებს, თავზე რაღაცებს ახურავდნენ და იმდენად რეალურად წავიდა მათ შორის უკვე დამოკიდებულება, რომ სადღაც მეოთხე დღიდან უკვე დაიწყო ნელ-ნელა შოკი. ანუ ეს გაწონასწორებული პატიმრები, რომლებიც იყვნენ აბსოლუტურად ნორმალური მდგრადი ფსიქიკის ადამიანები, ნელ-ნელა მიხვდნენ რომ მათ ექცეოდნენ აბსოლუტურად ისე როგორც ციხეში და დაიწყო მათი ფსიქიკის მოშლა. უკვე იყო გამოკვეთილად ისტერიკა ამ ადამიანებში, ფსიქიური აშლილობა, ყვირილი და ზიმბარდო ყვება რომ იძულებული გავხდი რამოდენიმე პატიმარი გამოშვა. უბრალოდ ისინი ვეღარ გააგრძელებდნენ ექსპერიმენტში მონაწილეობას. ну კადრები ალბათ ნანახი გექნებათ ყველას, ძალიან საინტერესოა. ეს პიროვნება, რომელიც ეს განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა, როდესაც იხსენებს ამის ყვება ესე, რომ არ ვიცი რა დამემართა, მაგრამ გრძნობდი, რომ საშინელ სიამოვნებას მანიჭებდა ადამიანებზე ეს მოპოვებული ამხელა ძალაუფლება, მათი დაცინვა, მათი დამცირება, არ ვიცი. ადამიანი ყვება, რომ აი, როდესაც სათვალე გავიკეთე, მე მივხვდი, რომ სრულიად სხვა ადამიანი გავხდიო. და პრინციპში ვაკეთებდი ისეთ რამეს, რასაც მე ალბათ მანამდე და მის მერეც არასდროს განუკეთებია და ყოველთვის ვითხოვდი, რომ მსგავს რამეს მე არ ჩავიდევდი და ყვება, რომ აი შემდგომში აბუგრების ციხის კადრები რომ ნახეო, მივხვდი, რომ რაღაც მსგავსი ჩვენთანაც ხდებოდა. იქ აღარაფერი აღარ გამგვირვებიაო. ну ვერაფრით ვერ ხსნის ეს ადამიანი რა დაემართა, ვერაფრით ვერ ხსნის რა იყო მისი შეცვლის მიზეზი, თუმცა ამბობს რომ მე არ ვიცოდი რომ ეს შევიცვალე. ანუ გესმით რატო გიყვებით ამ მომენტებს, ისე დაიწყო ტრანსფორმაცია ადამიანში გარემოების გამო, ადამიანმა ვერც კი გააცნობიერა, ისე აღმოჩნდა აბსოლუტურად მოძალადე. ამ ექსპერიმენტის ყველაზე საინტერესო მხარე იყო თვითონ ზიმბარდოს რა დაემართა. მე აბსოლუტურად ყვება რომ ვაკვირდებოდი ამ ექსპერიმენტს, ну რა თქმა უნდა მქონდა გადაწყვეტილი რომ 2 კვირა უნდა გაგრძელებულიყო და ბოლომდე მიმეყვანა, რა თქმა უნდა დაიწყო სერიოზული აშლილობა პატიმრებში და დაახლოებით მე-6 დღეს ციხეში შევიდა, შემდეგ ეს ქალბატონი მისი მეუღლე გახდა, მაშინ იყვნენ ანუ ასე მეგობრები, ეს იყო ახალგაზრდა ფსიქოლოგი და ზიმბარდო ყვება რომ მე მან მითხრაო რომ შენ ვერ ხვდები აქ რა ხდება. ეს აღარ არის ექსპერიმენტი, ადამიანები რეალურად არიან ცუდად. მაგრამ საინტერესო ის იყო რომ მე ამას ვერ მივხვდიო რა, მე ვერ მივხვდი რამდენად შორს იყო ეს ყველაფერი წასული და ეს მიხსნიდა ყველაფერს, ну მე რა თქმა უნდა ვაპირებდი ექსპერიმენტის გაგრძელებას, რომ სანამ არ დამემუქრა ну ეს მისი შეყვარებული მას დაემუქრა რომ გაწყვეტავდა უბრალოდ მასთან ყველანაირ ურთიერთობას თუ ეს ამ ექსპერიმენტს არ შეწყვეტავდა. აი საინტერესოა თვითონ აი ფსიქოლოგს რა დაემართა, როდესაც ამ ყველაფერს აკვირდებოდა. ანუ ეს ქალბატონი რომელიც შევიდა, ეს იყო სრულიად ახალი, ანუ მოდის ვთქვათ მესამე თვალი, რომელიც თავიდან არ ესწრებოდა და მან დაინახა უბრალოდ სერიოზულად ფსიქიკა შერყეული ადამიანები. და მოხდა ისე რომ მე-6 დღეს ექსპერიმენტი შეწყდა, იმიტომ რომ ვერ გაუძლეს ეს აბსოლუტური დეგრადაცია ხდებოდა არა მარტო პატიმრების, მათში იყო სრული აშლილობა, აი არანაკლებ ვიდრე სხვათა შორის ზედამხედველებში. ზედამხედველებში შეიძლება არ იყო აშლილობა, მაგრამ აი ეს ზედამხედველები ხდებოდნენ ძალიან ცინიკური, ძალიან მოძალადე, ну პრინციპში სადისტები. 6 დღის მერე ექსპერიმენტი შეწყდა და სხვათა შორის სოციალურ ფსიქოლოგიაში აი ამ ექსპერიმენტმა გადატრიალება მოახდინა და მე ზიმბარდო ყვება რომ მე ასევე ვესწრებოდი უკვე ეს აბუგრების ციხის ამბების გარჩევას და ეს ყველაზე საშინელი კადრებია, ალბათ იცით ხო? ну განსაკუთრებით საინტერესოა ეს აბუგრების კადრებს თუ ნახავთ 5-6 პატიმარს გააშიშლებდნენ, ну ეს ადამიანები ერთმანეთზე
იწვნენ თუ ისხდნენ რაღაც უცნაურ პოზაში და მათთან დგებოდნენ ზედამხედველები, ახალგაზრდა ქალი, ახალგაზრდა მამაკაცი და იღებდნენ ძალიან ბედნიერ და ძალიან ესეთ galაღებულ ფოტოებს. აი მე მინდა უბრალოდ წარმოიდგინოთ რა ხდება ამ დროს ადამიანის ფსიქიკაში. აი უბრალოდ ნებისმიერმა თქვენგანმა თქვენი თავი რო დააყენოთ, როგორ შეიძლება ამხელა წამებას, ამხელა ადამიანების შეურაცხყოფას უყურო ადამიანმა და მშვიდად იდგე, მათთან ფოტოები გადაიღო, ეს არის ძალიან მომღიმარი ფოტოები და ერთ-ერთზე ყვებოდა ზიმბარდო, მე ექსპერტად მუშაობდიო მის საქმეში, როცა დაიწყო უკვე გამოძიება ერთ-ერთ ამერიკელ ჯარისკაცზე და როგორი პიროვნება იყო, იცით, ეს უკვე რეალურ ამბებს ყვები, ეს აღარ არის ექსპერიმენტი, ეს აბუ-გრეიბის ციხეში რაც ყვებოდა, იქაც ეს გადიოდა, როგორც ჩანს, როგორც ფსიქოლოგი. და ერთ-ერთ მამაკაცზე ყვებოდა, ხშირად არის ეს პიროვნება, სხვადასხვა კადრებში თუ ნახავთ ამ ვიდეოს, ძალიან ბევრი დოკუმენტური ფილმებია ამაზე გადაღებული. ეს იყო ძალიან ნორმალური, ძალიან ჩამოყალიბებული ახალგაზრდა მამაკაცი, ძალიან კარგი მამა, ძალიან დიდი პატრიოტი თავისი ქვეყნის, მოსიყვარული ქმარი. ადამიანი, რომელიც გამოდიოდა ციხიდან, იყო სრულიად სხვა ადამიანი, ძალიან კარგი ამერიკელი მოქალაქე, ჯარისკაცი, გმირი, მამა, ქმარი, მეუღლე, მოსიყვარულე და ადამიანი შედიოდა ციხეში და ეს ხდებოდა უბრალოდ მონსტრი. და აქედან დაიწყო ძალიან სერიოზული მუშაობა. ანუ როგორ ხდება ადამიანის დემონიზაცია, როგორ ხდება ადამიანში ასეთი მასშტაბის დარღვევა, რომ ვიღაცამ სხვერპლი ხდება, ვიღაც მოძალადი ხდება, მაგრამ პრინციპში ადამიანების გონება ხდება სრულიად დეგრადირებული. და ის სხვადასხვის 3 წლის უკან ჩვენთან რაც მოხდა სკანდალი ხო საქართველოში ამ ციხის კადრებთან მიმართებაში ძალიან საინტერესო იყო მანდ ერთი მომენტი პირველად 7 პიროვნება აჩვენეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ცემდნენ პატიმრებს და შემდეგ აჩვენეს, რომ ყველა დააპატიმრეს და მე ვკითხულობდი პერიოდში ადამიანები, რომლებიც მათ პირადად იცნობდნენ, იყო ისეთ ან მეზობლები, ან ნათესავები, ძალიან მაინტერესებდა ეს ადამიანები, როგორი ფსიქოტიპები იყვნენ რეალურად ცხოვრებაში. და აბსოლუტურად ყველაზე, რამდენადაც მე შევძელი მათზე ინფორმაციის მოპოვება, ერთი და იგივეს მეუბნებოდა ყველა, რომ ესენი იყვნენ მათი მეზობლები, ჩვეულებრივი ოჯახი, მამაკაცი, რომელსაც ყავდა 2 შვილი, 3 შვილი, მეუღლე, ანუ აბსოლუტურად ნორმალური ადამიანები დადიან ქუჩაში, ყავთ ნათესავები, ყავთ მეგობრები, ყავთ შვილები, ცოლები, უყვართ ქალები, რა ვიცი, ალბათ ძალიან ხშირად ძალიან კეთილიც არის ეს ხალხი, მაგრამ აი შედის ეს ხალხი ციხეში და ხდება სრული გარდასახვა ამ ადამიანების. ეს მე მგონი ძალიან საინტერესო პროცესია, რა ხდება ზოგადად ადამიანში. იმიტომ რომ ნებისმიერ სიტუაციაში ესეთი ტიპის კვლევა აჩვენებს, რომ ნებისმიერი ჩვენგანი მოხვედრილი აი მსგავს სიტუაციაში, მოდი ესე ვთქვათ, რომ 99% შანსია, რომ ზუსტად ანალოგიურად გარდავიქმნათ. აი საინტერესოა, მე დღეს ამაზე მინდა უბრალოდ ლექცია აქეთ წავიყვანოთ, რა ხდება ადამიანში, როგორ ხდება ადამიანის დემონიზაცია. ძალიან ჩვეულებრივი ადამიანის და საინტერესოა ხო ეს ადამიანები ტოვებენ ციხის კარებს, გამოდიან და მომენტალურად თითქოს აგრძელებენ ნორმალურად საზოგადოებასთან ცხოვრებას, სოციუმი, ოჯახი. საინტერესო არსება ადამიანია რა, ადამიანი გახლეჩილი, საინტერესოა რამდენ პიროვნებას ვატარებთ საკუთარ თავში. მინდა რომ რეფლექსია გქონდეთ ამაზე რა, უბრალოდ თუ ჩვენ ამ პროცესებს საკუთარ თავში არ დავაკვირდით ახლა, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ექსპერიმენტებს და ის ვიღაც სხვა ადამიანებს ჩვენ მაინც გვეგონება მუდამ, რომ ის ჯალათები არიან ვიღაც ჯალათებად დაბადებულები, ის დანგრეული ფსიქიკის ხალხი არიან ესეთი რაღაცა სუსტი მენტალობის ადამიანები და აი ეს პიროვნება წეღა რო ვიყვებოდი განსაკუთრებული სისასტიკით ვინც გამოირჩეოდა ზიმბარდოს ექსპერიმენტში საკუთარ საქციელს ესე ხსნიდა არ ამართლებდა ხა ესენი არიან საკმაოდ მაღალი ცნობიერების ადამიანები დღეს უკვე რომლებიც ცდილობენ სერიოზული რეფლექსია აქვთ რა დაემართათ მაშინ და ეს პიროვნება ყვება რომ ერთ-ერთი რა ახსნასაც უძებნიდი ამ ყველაფერს ვიფიქრევ რომ ისინი იყვნენ ძალიან სუსტი ფსიქიკის ადამიანებიო პატიმრებზე ყვება რომლებიც უბრალოდ ვერ გაუძლეს ამ საშუალო დონის დაწოლას
და გრძნობდიო რომ რაც უფრო მემორჩილებოდნენ პატიმრები მით არანორმალური სურვილი მიპყრობდა განხდარიყავი მოძალადე ცინიკოსი და რაც შეიძლება მეტი ესეთი მრავალფეროვანი ექსპერიმენტები მეტარებინა მათზე და არსებობდა მხოლოდ ერთი ავტორიტეტი ეს იყო თავად პროფესორი ზიმბარდოზე ყვება და ვინაიდან პროფესორი ამბობდა რომ იმოქმედეთ აბსოლუტურად თავისუფლად მე ვთვლიდი რომ მან ყველაფერი იცის და ეს არის აბსოლუტურად ნორმალური ახლა ერთ რამეს მინდა დააკვირდეთ აქ რამდენად გაუცნობიერებლად ცხოვრობს რეალურად ადამიანი რომ ეს პრობლემა თვითონ ფილიპ ზიმბარდოსაც დაემართა ანუ სანამ არ შემოვიდა მისი ეს ახალგაზრდა ფსიქოლოგი მისი მეგობარი გოგონა ციხეში და რეალურად არ დაინახა რამხელა საშიშროების წინაშე იდგნენ ეს პატიმრები ადამიანები შიგნით მყოფი ადამიანები რომლებიც შეეჩვიენ ამ სიტუაციას ვერ ხვდებოდნენ სინამდვილეში როგორ ანადგურებდნენ ადამიანებს აი მე მგონია რომ აი დაკვირვება როდესაც ეხა რეფლექსია გვექნება საკუთარ თავზე ჯობია აქედან დავიწყოთ რა ჩვენ იმდენად ვართ შეჩვეულები ესეთი ტიპის ცხოვრებას ჩვენ იმდენად ვართ შეჩვეულები ჩვენს ყოველდღიურობას ეს სადღაც ბავშვობიდან უყვება რომ ჩვენ ხშირად ვერც კი ვხვდებით როგორ მოქმედებთ ჩვენზე სუსტ ადამიანებზე როგორ ვანადგურებთ აუცილებელი არ არის ძალადობა იყოს ფიზიკური ძალადობა არსებობს ფსიქოლოგიური ძალიან გაუცნობიერებელი სხვათა შორის და ფსიქოლოგიური ძალადობა არის ყველაზე საშინელება ესეთი ძალადობა იწყება ოჯახიდან ბავშვობის პერიოდში როცა იწყება ფსიქიკის მოშლა ბავშვზე ხო ოჯახი რომელიც ძალადობს ბავშვზე და ვერც ხვდება რომ ძალადობს ბავშვზე რატო ვერ ხვდება რომ ძალადობს ბავშვზე იმიტომ რომ ოჯახს აქვს თავისი ტრადიცია თავისი სტერეოტიპი მან იცის რომ ესე იზრდება ზოგადად თაობა მან იცის რომ ბავშვთან ესეთი სისასტიკე აუცილებელია უბრალოდ წამოვყვეთ მე მინდა რომ ეხა ეტაპებად გავშალოთ ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში როგორ შემოდის იმიტომ რომ ჩვენ თუ ციხეში არ აღმოვჩდით ცხოვრებაში და ან მოძალადის როლში და ან დავუშვათ პატიმრის არ ნიშნავს რომ ეს ყდიები ჩვენში არ არის ეს არის გასაცნობიერებელი უბრალოდ გარემოება რომ პროვოცირებას უკეთებს ამას აქ ორი აზრი არ არის ამ ექსპერიმენტებმა აჩვენა რომ გარემოება უკეთებს პროვოცირებას რეალურად ადამიანის არაცნობიერ სივრცეში არსებულ სწორედ იმ შეუცნობელ რაღაც მოტივებს თუ თვისებებს რაზეც ადამიანს წარმოქმნა არ აქვს გესმით რაზე ვლაპარაკობ ადამიანის არაცნობიერი მხარე სადაც ცხოვრობს ვიღაც ესეთი მონსტრი აბსოლუტურად ყველა ადამიანში რაზეც უბრალოდ ჩვენ წარმოქმნა არ გვაქვს უბრალოდ გარემოებამ შეიძლება ამას გაუკეთოს პროვოცირება მაგრამ ეს არის ყოველთვის დაგვიანებული ეს არის მომენტი როდესაც თქვენ უკვე თავის დაცვა არ შეგიძლიათ მაშასადამე ერთადერთი გამოსავალი რომ ნებისმიერ გარემოებას გაუძლოს ადამიანმა ეს არის ის რომ ადამიანს ესმოდეს რეალურად რა ხდება მასში რეალურად რა პროცესები მიდის მასში და ეხა თემა ზოგადად საერთოდ წავიყვან ლექციას იქნება ეს მაშასადამე ვინ ვართ რეალურად ჩვენ მე მინდა რომ აი ეს შეკითხვა ხა ყველამ საკუთარ თავს დაუსვათ რა ვინ ვარ მე რეალურად იმის მიღმა რომ გონია რომ მაგარი ტიპი ვარ სამართლიანი ვარ კეთილი ვარ რაღაცა განათლებული ვარ განვითარებული ვარ ეს პოზა რაც გვაქვს ხო შექმნილი რაღაცა წარმოდგენები საკუთარ თავზე აი მე მინდა რეალურად დავფიქრდე ვინ ვარ მე რა თქმა უნდა როცა ეს ფსიქოლოგიური დაკვირვება ხდება ესე როგორ უნდა გავიგო ვინ ვარ მე ესე ვერაფერს ვერ გავიგებ ანუ დამოკიდებულება სოციუმთან ხო დამოკიდებულება მეორე ადამიანთან ეს ძალიან მარტივია თქვენ არ გჭირდებათ ამაში მეორე ადამიანი რომ გაიგოთ თქვენში რეალურად რა შეუცნობელი წვდიადი ცხოვრობს უბრალოდ დააკვირდით თქვენს თავს როგორ იქცევით ადამიანთან რომელიც თქვენზე ყველა თვალსაზრისით დაბლა დგას გნებავთ ფინანსური თვალსაზრისით გნებავთ განვითარებით გნებავთ მენტალურად ავადმყოფებთან რა ვიცი ნებისმიერთან ვისაც ჩვენ ვეძახით დაბალ კასტას მე დააკვირდით როგორ იქცევით ადამიანებთან რომლებსაც თვლით რომ თქვენზე მაღლა დგანან გნებავთ თქვენზე ძლიერები უფრო რა ვიცი ჩამოყალიბებულები განვითარებულები არ ვიცი ვის რა კრიტერიუმები გაქვთ ეს არის ძალიან კარგი საზომი რომ გაიგოთ რეალურად როგორები ხართ
და იცით რა არის, აი ვივეკანანდეს ჰქონდა ეს გენიალური გამონათქვამი, რომ ადამიანის რეალური ბუნება ჩანს სწორედ ყოველდღიურ წვრილმანებში, იმიტომ რომ რაღაცა მომენტმა შეიძლება ყველაზე დიდი იდიოტიც კი აქციოს გმირად. მაგრამ აი როგორებიც ხართ წვრილმანებში, როგორებიც ხართ ყოველდღიურ ურთიერთობებში, მაშინ როდესაც არავინ გიყურებთ. ხო ძალიან საინტერესო მომენტია რა, ერთი ერთზე რჩებით ადამიანთან, რომელიც თქვენს წინაშე არის სრულიად დაუცველი. საინტერესოა, აბა ჩაიხედეთ ახლა თქვენს წარსულს გადახედეთ უბრალოდ, როგორ იქცევით ამ დროს, როგორ მოქცეულ ხართ ამ დროს, რამდენად ტკბება ხშირად ადამიანი იმით, რომ შეუძლია ვინმე ცხოვრებაში რაღაცები შეცვალოს, ვინმე ცხოვრებაზე გავლენა მოახდინოს, რამდენად კმაყოფილებას განიცდის, ეს არის ადამიანის ეგო, რომელიც მუდმივად მოითხოვს დაკმაყოფილებას. ეს არის ის რეალობა, სხვათა შორის, რაშიც ჩვენ ყოველდღიურად ვცხოვრობთ. და უბრალოდ ამას თუ დააკვირდებით ყოველდღე და ესეთი ცნობიერება მუდმივად ჩართული იქნება, მიხვდებით, რომ არაფრით არ ვჯობივართ იმ ადამიანებს, რომლებიც პატიმრებში ციხებს აწამებენ, რომლებიც გნებავთ ამ ექსპერიმენტებში იღებდნენ მონაწილეობას. იმიტომ რომ, როდესაც აი ეს ყოველდღიურობაში ხვდები რამხელა აგრესიაა შენში რეალურად, ხშირად ადამიანი აგრესიას აჩერებს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სოციუმი მასზე ძლიერია. აი ძალიან ხშირად რა ვიყოთ გულწრფელები უბრალოდ საკუთარ თავთან რა. აი საკუთარ თავთან მერთან არავისთან. ეს ხო ჩვენი ცხოვრებაა რეალურად რა. ეს ხო არავისის ხვისი ცხოვრება არ არის და იცოდეთ რომ აი ეს ირაციონალური მოტივები მართავს თქვენს ცხოვრებას. და თუ სურვილი არ გაქვთ ჩაიხედოთ საკუთარ არაცნობიერში და დაინახოთ იქ რა ხდება, ამას მაინც იზევს თქვენი არაცნობიერი უკვე ნერვოზების და სხვადასხვა სახით და რეალურად ცხოვრებაში ძალიან სერიოზული ჩიხი დაგიდგებათ. აი სანამ ეს მომენტი დადგება ცხოვრებაში, ვფიქრობ, რომ აი გამოღვიძებული ადამიანი სწორედ ამაზე იწყებს ფიქრს. როდესაც სხვა ადამიანების ცხოვრებას ეცნობა, რომელიც გარემოებამ ჩააგდო ამა თუ იმ მდგომარეობაში, მე აუცილებლად გონიერი ადამიანი დაიწყებს ამაზე ფიქრს, მე როგორი ვიქნები, რომ არ მქონდეს ესეთი მდგომარეობა, როგორიც მაქვს, ხო? ვიღაცას ყავს ჯერ კიდევ ძლიერი მშობლები, რაღაც აქ სტატუსი საზოგადოებაში, ვიღაცის დახმარებით მოპოვებული, ასე თუ ისე, რაღაცით ადამიანი ახერხებს თავისი სახის შენარჩუნებას. საინტერესოა როგორია გაშიშვლებული ადამიანი. საინტერესოა ხო? საინტერესოა ძალიან ადამიანი თავისი ბუნებით კეთილია თუ ბოროტი. აი მე მინდა რომ ეხა ეს შეკითხვები საკუთარ თავს დაუსვათ ყველამ, იმიტომ რომ რაღაც არ გამომივიდეს რომ ჩემ აზრს გახობთ უბრალოდ თავზე. რეალურად როგორები ვართ, კეთილები ვართ თუ ბოროტები ვართ? აი როგორ გონიათ ადამიანები ესე იყოფიან? ნუ კეთილი ადამიანები დაიბადნენ, სოციუმი შედგება და ეხა სოციუმი ამბობს რომ მოდი ბოროტი ადამიანები მოვკვეთოთ. ვინ არიან ეს ბოროტი ადამიანები? ბოროტი ადამიანებს სოციუმი ეძახის ადამიანებს, რომელიც მათგან განსხვავებულია, რომელიც გარკვეულმა სოციალურმა მდგომარეობამ თუ სტატუსმა თუ ბავშვობამ თუ აღზრდამ აიძულა ცოტათი განსხვავებული ყოფილიყო, წასულიყო აი ამ სოციუმის წინააღმდეგ. ხო საინტერესოა რა, ჩვენ შეიძლება დაუბედებულიყავით ბავშვთა სახლში, სულაც არ ყოლოდა მშობლები, ნებისმიერ ადამიანს შესაძლებელია ეს ჩვენ ცხოვრებაში ყოფილიყო და თუ არ იყო, ხვალ რა იქნება არავინ არ იცის. იცით რატოა ეს ამაზე დაფიქრება ყველაზე საინტერესო? ჩვენ ვართ ძალიან ადვილად სხვისი განსჯელები, ჩვენ ვართ ძალიან ისეთი ტიპის ადამიანები, ადვილად განსჯით, ვკიცხავთ ადამიანებს, ადვილად შეგვიძლია ტალახის სროლა სხვა ადამიანზე, ისე რომ სინამდვილეში წარმოდგენა არ გვაქვს ჩვენში რამხელა წყდიადია და ეს წყდიადი დაფარულია დროებით, დაფარულია იმიტომ, რომ უბრალოდ გარემოებამ არ მოიტანა ამის საშუალება, რომ ეს წყდიადი გარეთ გამოსულიყო. აი მე მინდა ახლა რომ სწორედ ამაზე დავფიქრდეთ რა, არა იმაზე ზიმბარდოს ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებს რა დაემართათ. ეს ადამიანები მე ვთვლი რომ დღეს საკმაოდ წინ არიან აზროვნებით, ყოველ შემთხვევაში მათი დღევანდელი ჩანაწერები ამას აჩვენებს, მათ ძალიან ბევრი რამ გააცნობიერეს. ჩვენ დავრჩებით ესეთ პოზაში მждომარე ადამიანები, რომლებიც უყურებთ ვიღაცების ჩანაწერებს, ვიდეოებს და ვარჩევთ ვიღაცების ცხოვრებას. ძალიან ვთხოვთ რა, გავარჩიოთ ჩვენი საკუთარი დამოკიდებულება, გნებავთ ერთმანეთის მიმართ.
მეგობრების მიმართ, მეზობლების მიმართ, ოჯახის წევრების მიმართ, ხო? ყველაფერი მაინც ბავშვობიდან იწყება. ჩვენ როდესაც ახლა ფსიქოლოგიაში ადამიანის დემონიზაციაზე ვსაუბრობთ, ამის ფესვები რომ ბავშვობაში აქვს ორი აზრი არ არის, ხო? ეს არის დარღვეული ფსიქიკა ბავშვობაში, რატომ? აი, პრომი საუბრობდა ძალიან ხშირად ბავშვი, ასეთი რომელიც პრინციპში იზრდება ისეთ ოჯახში, რომ ხედავს მამა, რომელიც ძალიან მკაცრი, მის უფროს და-ძმას სერიოზულად სჯის, სერიოზულად ექცევა მკაცრად და პატარა ბავშვი, რომელსაც ავტომატურად უვითარდება თავდაცვის ინსტინქტი და ცდილობს მოერგოს სიტუაცია, სრული ადაპტაცია მოახდინოს საკუთარ ოჯახთან, როგორიც არის. და ესეთი ბავშვი ამბობდა, პრომი უარს ამბობს საკუთარ ბუნებრივ განვითარებაზე და ცდილობს მოერგოს. ამას იცით რატო გიყვებით? ეს არის პირველი გახლეჩო, სადაც ადამიანი იხლეჩება. აი სად ვკარგავთ ჩვენ რეალურად საკუთარ თავს. იმიტომ რომ ზრდასრულობაში რომ ჩვენგან აგრესია გამოდის, ეს აგრესია ჩვენში იმ წუთას არ შემოსულა. ეს არის აგრესია, რომელიც ჩვენში გროვდება და უბრალოდ მას პატარა გარემოება ჭირდება, რომ გარეთ გამოვიდეს. რა მნიშვნელობა აქვს, რა იქნება ამის მაპროვოცირებელი? ანუ მთავარია რა პროცესები მიდის. ბავშვობა ყველაზე უცნაური, ხო? აი წეღან თქვი ამაზე, მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ მათ ზუსტად იციან რა უნდა მათ შვილებს, მათ ზუსტად იციან, რომ თუ შვილი არ მიდის ამ მხარეს ნებით, იძულებით უნდა წაიყვანო. და ჩვენ ერთი რამ გვავიწყდება მუდამ, რომ ადამიანი ეს ძალიან თავისებურად უნიკალური არსებაა, მას აქვს თავისი რაღაცა ბუნებრივი განვითარების გზა და ჩვენ თუ ავაცილებთ ადამიანს აი ამ თავის ბუნებრივი განვითარების გზას, უბრალოდ ვიღებთ სრულიად დეგრადირებულ ადამიანს და იცით რა საინტერესოა თვითონ დეგრადაციის პროცესი? ადამიანი ესეთი არსებაა, როდესაც ხედავს, რომ მისი შინაგანი სამყარო, მისი ფიქრები, მისი სურვილები, როდესაც უკვე ცნობიერად იწყებს ცხოვრებას, შესაბამისობაში არ მოდის მის ოჯახთან, იმ ტრადიციებთან, იმ სტერეოტიპებთან, გნებავთ სკოლასთან, ну რა ვიცი, რასაც ქვი, ну რა გარემოშიც ბავშვი იზრდება, თulis რომ შესაბამისობაში არ მოდის, როგორ ფიქრობთ, რას აკეთებს ბავშვი, მოზარდი, იწყებს ამ ყველაფრის დაფარვას და ჩაკეტვას. აი ეს არის ადამიანის უკვე რეალური გახლეჩვა. ანუ ჩვენ სადღაც არაცნობიერში ვაგდებთ ამ ჩვენს რეალურად გასაცნობიერებელს და იწყება მორგება სოციუმზე. პირველი სოციუმი ბავშვისთვის ეს არის ოჯახი, შემდეგ სკოლა, შემდეგ საზოგადოება, ეზო, გარემო, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა, ფსიქოლოგიისთვის ეს ახალი არ არის, რომ ყველა ადამიანი აბსოლუტურად ინდივიდუალურია და ყველა ადამიანი კი არა, 10 ადამიანიდან შეიძლება 8-საც კი არ შეეძლოს ერთ სისტემას მოერგოს. და აქედან გამომდინარე ბუნებრივია, რომ სოციუმი თავისებურად ძალიან სუსტია, სოციუმი, რომელიც მუდმივად თავდაცვას ცდილობს, სოციუმი, რომელიც მუდმივად ცდილობს ყველა ადამიანი თავისნაირი გახადოს და თავისი ზემოქმედების ქვეშ მოაქციოს, აქ ორი აზრი არ არის, რომ ესეც სოციუმის სისუსტეა, იმიტომ რომ ეს არის ადამიანების გაერთიანება, ასევე რომლებსაც საერთოდ გაცნობიერებული არ აქვთ, ვინ არიან რეალურად. უბრალოდ არის რაღაც ესეთი ზოგადად აღებული რაღაცა წესი, რაღაცა ტრადიცია, რასაც ყველა მიუყვებით. გარეგნულად თითქოს შევდექით ყველა ადამიანებად. თითქოს ნორმალურად ცხოვრობ, ქმნით ოჯახებს, რაღაცა ინსტიტუტში დავდივართ, შემდეგ სამსახურში ვშოულობ, ვეშოულობ, რა მნიშვნელობა აქვს. მაგრამ მიდის პარალელურად რაღაც სხვა ცხოვრება, რა თქვენს არაცნობიერში იზრდება, ვითარდება სრულიად სხვა ადამიანი, ეს თქვენგან განდევნილი დაჭგუნული ადამიანი, რომელმაც ვერ გაუძლო, მოდი ესე ვთქვათ, ადამიანი, რომელიც უბრალოდ ვერ მიხვდა საით უნდა წასულიყო, იმიტომ რომ როცა შენ მარტო ხარ და 10 ადამიანი შენ წინააღმდეგ არის, ბუნებრივია რომ ხარ ძალიან სუსტი, ხარ ძალიან დაუცველი და ერთადერთი რასაც ახერხებ ამ დროს ადამიანი ამ ყველაფრის შენიღბვას. და ის ხათაშორის ესეთი ტიპის ექსპერიმენტები, როდესაც უკვე ფსიქოლოგიამ, განსაკუთრებით სოციალურმა ფსიქოლოგიამ დაიწყო ამ ტიპის ექსპერიმენტების ჩატარება, სწორედ ამის დანახვა უნდათ, რა სმალავს ადამიანი. აი რას მალავენ ეს მომდიემარე ადამიანები. საინტერესოა, ხო, მამა, კარგი მეოჯახი, კარგი მეუღლე, კარგი შეყვარებული, უცებ სადღაც შედის, ციხეში მოდი ესე ვთქვა და ხდება სრულიად სხვა ადამიანი. ეს არის მონსტრი, რომელსაც შეუძლია ესე იდგეს უბრალოდ და ვიღაცების უბედურებაზე ბედნიერი იყოს.
თვითონ ეს ზოგადად ეს პრობლემა ფსიქოლოგიაში განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის მერე დადგა, როდესაც უკვე მასიურად დაიწყო ამაზე მუშაობა, იგივე გნებავთ რა დაემართა, ხო ძალიან ხშირად არის ამაზე საუბარი გერმანელებზე, რა დაემართა ამ ერს, ამ ძალიან განვითარებულს ერს, რომელმაც ამხელა ასეთი მასშტაბის ფილოსოფოსები მისცა სამყაროს, მოაინტერესო თემა იდეალები, იდეოლოგიები და სტერეოტიპები, რითიც გადავსებულია ჩვენი გონება, რითი გზრდიან და რა ხაზები გვაქვს გონებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ იცოდეთ. ეს სტერეოტიპები და ხაზები და იდეოლოგიები ჩვენს გონებაში და არასხვის გონებაში, ჩვენ ესე ძალიან მოგწონს ხოლმე სხვებზე საუბარი და რაღაცა თითის გაშვერა სხვებისკენ. არა, ჩემს თავში რა ხდება, ხო? გონება, რომელიც მე მართავს, მე მამუშავებს, გონება, რომელიც წარმართავს ჩემს ცხოვრებას, ჩემს ხვალინდელ დღეს, ჩემს ბედნიერებას და ჩემს უბედურებას, რა სტრუქტურა აქვს ამ გონებას, რა ხდება ამ გონებაში, რა მექანიზმია ჩემი გონება და როდესაც ვსაუბრობთ, რომ ჩვენი გონება განპირობებულია, რას ნიშნავს განპირობებული გონება? ანუ როგორ ცხოვრობთ ამ განპირობებული, ძალიან მინდა რომ უბრალოდ საკუთარ თავს დაუსვათ ეს შეკითხვები რა. როგორია თქვენი გონება? იცნობთ საკუთარ გონებას? იცნობთ საკუთარ ფიქრებს? აი 1000 ფიქრი, რომელიც შემოდის ქაოსურად, ხო? ფიქრს მუდამ ერთს, მეორე, მესამეს, მეოთხე წლის არის იმის შესაძლებლობა გქონიათ, რომ დაკვირვებოდით საკუთარ ფიქრებს. დაკვირვები ხართ, რას ფიქრობთ ხშირად მეორე ადამიანზე? აი ჩვენ ხო გონია, რომ ჩვენ ძალიან კეთილი ადამიანები ვართ და სხვები ჩვენზე რაღაცა ბოროტი განზრახვით მოდიან. თქვენ თუ დაკვირვები ხართ, თქვენ რას ფიქრობთ სხვა ადამიანებზე? აი თუ არ დაკვირვები ხართ, ძალიან მინდა რომ ცოტა ხანი ამაზე ექსპერიმენტები ჩაატაროთ ხოლმე. უბრალოდ გააჩერეთ ფიქრები. აი თქვენ აღმოაჩენთ, რომ 10 შემთხვევიდან 8 შემთხვევაში ვიღაცას დასცინიხართ, ვიღაცაზე ცუდად ფიქრობთ, გიხარიათ ვიღაცის წარუმატებლობა. აი ეს ძალიან სერიოზული საკითხია, ხალხო, აქ ამისგან შედგება ჩვენი ცხოვრება. აი ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ მე არ ვარ ბედნიერი, ამის გამო არ ხარ ბედნიერი, შენი გონების გამო არ ხარ ბედნიერი და არა იმის გამო, რომ ცუდი მეზობელი ყავს ან ცუდი, რა ვიცი, პრეზიდენტი ან დედა ან მამა. გესმით, აი ჩვენ რა გვეშლება რეალურად? ყველაფერი, ბედნიერება, უბედურება, ის რაღაცა, ყველაფერი არის აი აქ, აქედან იმართება ადამიანი, აქედან იმართება ზოგადად სამყარო. ჩვენ ყველგან ვეძებთ ყველაფერს, გარეთ, შიგნით არ ვეძებთ არაფერს. პირველ რიგში დააკვირდით აბსოლუტურად ყველაფერს, თუ გინდათ რეალურად გაიგოთ, როგორი ადამიანები ხართ. აი თვალს რო გაახელთ დილას, პირველი ფიქრი რა შემოვიდა გონებაში. ხო ძალიან საინტერესოა, ეს ხო თქვენი ცხოვრებაა, ეს ხო არავის ცხოვრება არ არის. ეს არის ცხოვრება, თქვენ სადაც არ უნდა გაიქცეთ, რომელი ქვეყანაც არ უნდა გამოიცვალოთ სქესი, გამოიცვალოთ სოციალური სტატუსი, რა ვიცი, მდგომარეობა, აი ამ ფიქრებს ვერასოდეს ვერსად ვერ გაექცევით, ეს იცოდეთ რა და ეს არის ის, რაც ადამიანს მუდმივად თანსდევს. სიზმარშიც კი ადამიანის საკუთარ პროექციაში ან იტანჯება, ან რაღაცას ეძებს, ან სადღაც მიდის. არ არსებობს, არავინ არც ზეციდან არ ჩამოვა და არც ქვესკნელიდან არ ამოვა და აი აქ არ დაგილაგებთ არაფერს. აი ეს დასრულობა სწორედ ეს არის, გავიგო რა ხდება ჩემს გონებაში, რეალურად მე როგორი ადამიანი ვარ, ჩემში რამდენად სერიოზულად და ძლიერ არის ეს ბოროტება, რასაც ჩვენ ბოროტებას ვეძახით და სიკეთე და რამდენად შესაძლებელია რომ მარტივად გაუკეთოს ჩემში ყველაფერმა აი ამ წყვდიას პროვოცირება. აი ეს არის ძალიან საინტერესო ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს რეალობაში და არა ის სხვა ადამიანები იქ სადღაც როგორ იქცეოდნენ, შემდეგ გამოდივართ ლოზუნგებით, რომ ეს რა ქვეყანაა, შემდგარი ქვეყანა, ნუ დაიჭირეთ, ჩამოვახჩეთ, მოკალით, დავყრიტეთ. ჩვენ მუდმივად ადვილად ვლაპარაკობთ ხებზე და ადვილად ვიმეტებთ, იმიტომ რომ ჩვენი საკუთარი არქაული ადამიანი მუდმივად დამალულია. და მე მგონია, რომ აი ყველაზე საინტერესო მომენტი მაშინ დგება ადამიანის ცხოვრებაში, როცა მას სურვილი გაუჩნდება თვალებში ჩახედოს საკუთარ არქაულ ადამიანს, საკუთარ წყვდიაც, აი იმ დაფარულ ადამიანს, რომელსაც აი ეს საგულდაგულოდ მართავს მალავს მთელი ცხოვრების მანძილზე. სწორედ აი ამას იკვლევს, ნუ არა მარტო სოციალური, ნებისმიერი ფსიქოლოგია.
მაგრამ ზოგადად კვლევა აჩვენებს, რომ მარტო ფსიქოლოგიის კვლევა ადამიანს არაფერში არ ეხმარება, თუ თქვენ სათითაოდ ყველა ადამიანმა არ დაიწყო ამას დაკვირვება საკუთარ თავში. უბრალოდ იღვიძებ და აკვირდები საკუთარ ფიქრებს. შემდეგ აკვირდები, როგორ გიცვლის შენი საკუთარი ფიქრები განწყობას, როგორ გაიძულებს შენი საკუთარი ფიქრები სხვადასხვა ქმედებას. სულ ერთია, მე ამ ქმედებას თქვენ ბოროტს დაარქმევთ თუ კეთილს დაარქმევს. ბოროტი და, საერთოდ ბოროტება და სიკეთე ეს ხო გონების კატეგორიებია, ეს ხო თავისთავად არაფერი არ არსებობს, არა? უბრალოდ ის რაც ნეგატიური ადამიანი არქმევს ცუდს, ნეგატიური, არ მოსწონს, არ არის სასიამოვნო, დისკომფორტს იწვევს ადამიანში. საერთოდ როგორ ხდება კლასიფიკაცია ყველაფრის, ის რაც არ მოგწონს, ის რაც გვაშფოთებს, ის რაც ჩვენზე უარყოფითად მოქმედებს, ვარქმევთ ცუდს და პირიქით, რაც სასიამოვნო, რაც მოგწონს და რაც გვსიამოვნებს, ვარქმევთ კარგს. და შემდეგ ესე მივდივართ ჩვენ სამყაროსთან და როდესაც ვსაუბრობთ, რომ სამყარო ბოროტია ან კეთილია, ეს არის უკიდურესად სუბიექტური ხედვა, იმიტომ რომ ბოროტია იმდენად მე ვგრძნობ თავს ცუდად და კეთილია იმდენად მე ვგრძნობ თავს კეთილად. მაგრამ იქნებ არსებობს რაღაც ესეთი ობიექტური სიკეთე და ბოროტება, ეს არის ძალიან საინტერესო, ხო? შენ კი გრძნობ, რომ შენ რამდენად ზიანდები, მაგრამ შენ რამდენად აზიანებ. მე მგონია, რომ ყველაზე საინტერესო პროცესი მაშინ იწყება ადამიანის ცხოვრებაში, მაშინ ქვია ადამიანს რეალურად მოაზროვნე ადამიანი, როდესაც ის იწყებს აბსოლუტურად ცნობიერ ცხოვრებას. გურჯიევის ფრაზაა, ცხოვრება რეალურია, როდესაც მე ვარ. და მე ვარ რას ნიშნავს? მე ვარ ნიშნავს, მე ვგრძნობ საკუთარ არსებობას. პირველ რიგში საკუთარ ფიქრებს. ყველა ფიქრი, რაც თქვენს გონებაში შემოვა. იმიტომ რომ ფიქრი აღძრავს შემდგომში ქმედებას. დააკვირდით თუ არ გიფიქრიათ ამაზე. თქვენ სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ, სანამ ვიღაცას მოატყუებთ ან დაუშავებთ რამეს ან პირიქით არ დაუშავებთ, სიკეთეს გაუკეთებთ, ჯერ თქვენს გონებაში გაივლის ეს ფიქრის სახით, რა თქმა უნდა, ამას თავისი წყარო და წარმომავლობა გააჩნია და სწორედ ეს არის რეფლექსიის მომენტი. საიდან მოდის? საიდან ჩდება ეს ათასობით ფიქრი ამაზე თუ გიფიქრიათ, ჩვენს გონებაში ყოველ წუთს, ყოველ წამს მოსვენება რო არა აქვს ხშირად ადამიანს და მარტოობას რო გაურბის. რატომ გაურბის ადამიანი მარტოობას? რატომ ჭირდება ადამიანს მუდმივად კომპიუტერი, ტელევიზორი, კლუბები, ხმაური? რატომ? იმიტომ რომ ამ ქაოსთან ერთ-ერთზე დარჩენა ეს არის ყველაზე კატასტროფული მომენტი ცხოვრებაში. ეს არის ყველაზე მძიმე მომენტი, მაგრამ ეს არის ერთადერთი მომენტი, სადაც შეიძლება პიროვნული შენება დაიწყოს. გესმით? როდესაც ადამიანი დგება პირისპირ საკუთარ წვდიათთან. ადამიანი რომელიც გადაწყვეტს თვალებში ჩახედოს საკუთარ არასრულფასოვნებას. უბრალოდ ხშირად როდესაც ადამიანებთან ვსაუბრობ, ყველაზე უცნაური ის არის, რომ ზოგ ადამიანს გაცნობიერებულიც კი არა აქვს, რომ მასში არასრულფასოვნება. ესეთი ძალიან საინტერესო ქმნილებაა ადამიანი, რა იმდენად ზედაპირულად ვცხოვრობთ, რომ ადამიანს გონია, რომ მასში არასრულფასოვნებაც კი არ არის და ყველა უბედურების მიზეზი მხოლოდ გარედან არის, მხოლოდ სოციუმიდან არის და როდესაც ესეთი ტიპის პოსტებზე ძალიან ფილოსოფოსობენ ხოლმე, არა ბოროტია ადამიანი, არა კეთილია ადამიანი, არა გარემოება ქმნის ადამიანს. გასაგებია, რომ გარემოება ძალიან სერიოზულ როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ საინტერესო შეკითხვაა ერთი, თუ არა ადამიანს იმის ძალა და ნებელობა ნებისმიერ გარემოებაში შეინარჩუნოს თავისი ერთადერთი სახე და ერთადერთი მდგომარეობა. ეს არის ხო ძალიან საინტერესო. თუ იმდენად სუსტი არსება ადამიანი, იმდენად მოწყვლადი არსება, რომ მთლიანად, ქარი საიდანაც დაუბეროს, როგორც ხმელი ფოთოლი, ესე დაგვაქროლებს. ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა ზუსტად ესეთია. გარემოება გვაიძულებს ვიყოთ ბედნიერი, გარემოება გვაიძულებს ვიყოთ უბედური. მე არ ვიცი თუ ზიხართ აქ ესეთი ძლიერი ადამიანები, რომლებიც არ ექვემდებარებით გარემოებას, ძალიან კარგია თუ ზიხართ ესეთები. მაგრამ ზოგადად თუ გიფიქრიათ ამ ყველაფერზე, ეს არის საინტერესო. ჩვენ რას ვწყვიტავთ საკუთარ ცხოვრებაში? ჩვენ ვწყვიტავთ რამეს საკუთარ ცხოვრებაში თუ გარემოება განაგებს მთლიანად ჩვენს ცხოვრებას? საინტერესოა, ხო? ადამიანს ეწყო შეუძლია შექმნას გარემოება.
რა თქმა უნდა ადამიანი ქმნის გარემოებას, ახლა გარემოება თავისთავადაც განასხვავების თვითონ შექმნას გარემოება. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი ქმნის და ამ ერთიანი ქმნადობა არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენი სოციალური ცხოვრება და ურთიერთობები. რა თქმა უნდა, იცით რა არის, ჩვენ მუდმივად ესე ვყოფთ, ჩვენი პრობლემა რა არის, მე და სხვა, მე და შენ. აი ეს გამოყოფაა სწორედ ჩვენი პრობლემა. რა ჩვენ გონია, რომ ჩვენ ძალიან განსხვავდებით ერთმანეთისგან, მე და შენ. და აი სწორედ ადამიანის პრობლემა აქედან დაიწყო, როდესაც ადამიანმა მკვეთრად გამიჯნა თავი სამყაროსგან. და როგორ დაიწყო ეს გამიჯნა, ეს არის საინტერესო, ამაზე თუ გიფიქრიათ. როდესაც მე ვახდენ იდენტიფიკაციას რაიმესთან, უკვე წყალგამყოფი ხაზი ხდება ჩემსა და თქვენ შორის. მაგალითად, მე ვარ ადამიანი. აქ ვთანხმდებით, რომ ყველა ვართ ადამიანები, ხო? და რაღაც ადამიანური ფასეულობები გაგვეჩნია, მაგრამ ახლა დავიწყეთ. მე ვარ ქართველი. შენ ხარ რუსი. სიტყვაზე რა მნიშვნელობა აქვს ან ფრანგი. მე ვარ ქრისტიანი, შენ ხარ დავუშვათ ბუდისტი. მე ვარ ქალი, შენ ხარ მამაკაცი, მე ვარ ჰომოსექსუალი, შენ ხარ ჰეტეროსექსუალი, მე ვარ რაღაცა კულტურის შვილი, რაღაცა სექტის, რა მნიშვნელობა, რაღაცა ფილოსოფიური სწავლების, შენ ხარ რაღაცა სხვა ფილოსოფიური სწავლების. ხედავ რამდენი წყალგამყოფია უკვე ჩვენ შორის? ეხლა ამ წყალგამყოფთან ეხლა რა საინტერესოა, ხო? უბრალოდ რომ თქვა მე ქართველი ვარ და შენ ფრანგი ხარ, არაფერი. მე ვარ ქართველი, ნიშნავს მთელი ჩემი კულტურა, ჩემი ტერიტორია, ყველაფერი ჩემი. ჩემი შემოღობილი რაღაცა მიწა, ჩემი ტრადიცია, ჩემი კულტურა, ჩემი ავტორიტეტები, ჩემი იდეალები, ჩემი იდეოლოგია. იდეალები და იდეოლოგია რას ნიშნავს? ბავშვობიდან ჩვენ გვძდიან, რომ შენ თუ გინდა რომ ღირსეულად იცხოვრო, შენ უნდა შეეწირო რაღაც იდეალებს, შენ უნდა მოკვდე ღმერთისთვის, სამშობლოსთვის, გმირობა, პატრიოტიზმი. ეს ხო თემებია, რითიც ჩვენ ვიზრდებით, არა? ხო არ ვიგონებ ახლა მე არაფერს, ხო? მაშასადამე მე უკვე ვიცი რომ მე რო თუნდაც კარგი ადამიანი გავხდე და უშუალოდ ავიღოთ რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი ეს არის ჭეშმარიტების პოვნა და მე უკვე გზა მაქვს მოცემული ამ ჭეშმარიტებამდე და ეს გზა მომცა რელიგიამ, უდაოდ ჩემმა რელიგიამ და მე ამის ღრმად ჯერა, საერთოდ რწმენა ძალიან საინტერესო რამეა, რწმენა როგორ მართავს ადამიანს და რა სერიოზულად მუშაობს ადამიანის გონებაში, უბრალოდ ამას უნდა დააკვირდეთ. აი, უბრალოდ აღარ მინდა ყველაფრის საუბარი, გამოდის რომ რაღაცა საკუთარ იდეებს თითქოს გახვევთ თავზე. გეხუწებით იფიქრეთ ამაზე რა რამდენად ღრმად შედის ადამიანში რელიგიური ეს იდეალები და რამდენად მზად ხართ იომოთ ამის გამო და რეალურად ომობენ ადამიანები ამის გამო. გესმის? აი როგორც კი წავიდა მე და იდენტობა, მე ქართველი, ეს ნიშნავს რომ მთელი ჩემი გონება გადავსებულია ჩემი ქართველობით, ჯერ ქართველი, მერე ფრანგი, მერე ჩინელი, მერე აფხაზი, მერე რუსი, ჯერ ქრისტიანი, მერე მუსულმანი. გესმის რამდენი დაყოფაა? და სატკვეთავს აქ როგორ გონია ხაზები 7 მილიარდი ადამიანია დედამიწაზე. ჩვენ სამნი რო ვიყოთ, კიდე შეიძლება გავიყოთ ამ ხელა დედამიწა. მე ამ ყველაფერს ხო რეალურად სათავეში ადამიანის სიხარბე და ეგოუსის არა. ჩვენ ხო ყველამ კარგად ვიცით რომ ყველაზე კეთილშობილური ომებიც კი რეალურად აი ესეთი გალამაზებული რო ღმერთისთვის, სამშობლოსთვის საფუძველი რა არის ამის? სიხარბე, რა თქმა უნდა, სიხარბე, საკუთარი კეთილდღეობა. მე ნახეთ ადამიანები, საერთოდ როგორი ფასეულობებია დღეს დედამიწაზე შეხედეთ რა ვიღაცა ზესახელმწიფოა, მას აქვს უფლება შევიდეს ნებისმიერ ტერიტორიაზე, თუნდაც აფრიკაში და მთელი რესურსები წაიღოს. და ჩვენ ყველა ვამბობთ, რომ იქ ადამიანის უფლებები გენიალურად დაცულია. ნუ, სხვებთან შედარებით ალბათ მართლა დაცულია, მაგრამ მე ვსაუბრობ ზოგადად დედამიწაზე რა ხდება. ის თვლის რომ ის ამერიკელია და ჯერ ამერიკელი უნდა იყოს კარგად და მე რა აფრიკაში რო იტანჯება. ის თვლის რომ რუსია და ჯერ რუსი უნდა იყოს კარგად და მე რა რო ახლა უკრაინაში ვიღაცებს ანადგურებს. გესმით, აი ეს არის ჩვენ ფასეულობები და ჩვენ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ადამიანებს ამ ყველაფერთან. ჩვენ მუდმივად მხარე ვართ. ჩვენ ან რუსი ვართ იდეოლოგიურად ან ამერიკელი ვართ, ნუ ეს რაღაცა დემოკრატიულ პრინციპებთან ასოცირდება. ჩვენ მუდმივად მხარე ვართ, გამომდინარე ჩვენ თავში არსებული ისევ და ისევ იდეოლოგიებით და
აი ამ სიყალბეებში ვირჩევთ ერთ-ერთს, ყველაზე უნივერსალურ სიყალბეს, ყველაზე უნივერსალური სიყალბე არის, ხა ჯობია ისევ დემოკრატია იყო. რა თქმა უნდა ჯობია, იმიტომ რომ იქ გაცილებით რეალურად უკეთ არის ადამიანის უფლებები დაცული, ვიდრე ზოგადად დანარჩენ უფრო აღმოსავლეთისკენ, მაგრამ მოდით აბა გვერდზე გავწიოთ ეს ამერიკელობა, ფრანგობა, ქრისტიანობა, ბუდიზმი. ჩვენ ვართ რეალურად ადამიანები, ხო? მეც შავკანიანიც, თეთრკანიანიც, ყვითელკანიანიც, ნებისმიერ კონტინენტზე მცხოვრები ადამიანები და რას ვერ ვიყოფთ ჩვენ? საკუთარი სიხარბის გამო ჩვენ ვერ ვიყოფთ რესურსებს დედამიწაზე. იმიტომ რომ ვიღაცას უნდა ძალიან ბევრი, იმდენი რომ რეალურად არც ამდენი საჭმელი ჭირდება ადამიანს, არც ამდენი ჩასეცმელი, არც ამდენი ფული, მაგრამ ვის ჭირდება? ეგოს. აი ეს არის სწორედ წვდიადი ჩვენში არქაული ადამიანი, რომელიც აი მომენტალურად გამოდის გარეთ, როგორც კი ამის მაპროვოცირებელი. რატომ გიკვირთ მე ომში ახლა აი არანორმალური კადრები იდება, რა ხდება უკრაინაში და ცუდად გახდები. და ამ დროს რამდენიმე წლის წინ ჩვენ ვიცით, რომ ეს ორი ერი ძალიან მონათესავე ერი ერთმანეთში, ხო, რუსები და უკრაინელები, აი დედა ვიღაცას რუსი ყავს, მამა უკრაინელი, ძალიან მონათესავე ერი. რა ხდება, რა მოხდა აი ეხლა რამოდენიმე თვეში, რომ ადამიანები არანორმალური სისასტიკით უსწორდებიან ერთმანეთს. რა მოხდა ჩვენსა და აფხაზებს შორის? ანუ გარემოებამ რაღაცა გამოიტანა გარეთ. აი ეს არის საინტერესო მომენტი, გესმით? მაგრამ ეხლა მოდით ბავშვებივით ვილაპარაკოთ, რომ გარემოება. ხო, გავიგეთ, რომ გარემოება მუდმივად იცვლება. თუმცა ამ გარემოებასაც ისევ ჩვენ ვქნით გაუცნობიერებელი ადამიანები. ადამიანმა შეიძლება თოვლი ვერ მოიყვანოს, წვიმა ვერ მოიყვანოს და დაუშვათ მზე ვერ ამოიყვანოს, მაგრამ ეს ცვლის ჩვენს ცხოვრებას? ანუ ჩვენ იმიტომ ვართ ბედნიერები და უბედურები, რომ ზაფხული არ არის და ზამთარია? თუ ჩვენ იმის გამო ვართ უბედურები, რომ მუდმივი ქაოსია, მუდმივი დაპირისპირება, მუდმივი კონფლიქტია. ერთი წუთით დაფიქრდით რა არის ჩვენი ცხოვრება, ხალხო? მუდმივი კონფლიქტი და დაპირისპირება. ადამიანები ჩაკეტილები რაღაცა პატარა ნაწილში და უნდა ყველაფერი ეს სიხარბე ყველაზე საინტერესო მომენტია, ხო, მომხვეჭველობა ადამიანში, რომ ბევრი ფული, სურს ვიღაცას წაართვას, მოატყუოს და ამ დროს შეიძლება მის გვერდით იყოს ძალიან ბევრი გაუბედურებული ადამიანი, ეს ამას ვერ ამჩნევს. ამ ადამიანს ქვია პოლიტიკოსი ხშირად სასულიერო პირიც, მაგრამ ეს ადამიანები გამოდიან შემდგომში და მორალს გვიკითხავენ კონსტიტუციაზე, ადამიანების უფლებებზე, რაღაცა მაღალ მატერიებზე, რაღაცა სამშობლოზე, პატრიოტიზმზე, ეროვნულ რაღაც იდეოლოგიებზე, არ ვიცი, ეს ძალიან სერიოზულად დასაფიქრებელი საკითხია უბრალოდ. მაგრამ ბატონო აუცილებლად გადაწყვეტადია. ეს საკითხები რომ გადაწყვეტადი არ იყოს, ფსიქოლოგია ამას არასოდეს არ შეეჭიდებოდა. გესმით? ეს იმდენად გადაწყვეტადია, რამდენადაც ამას ელემენტარულად ნებელობა ჭირდება და გაცნობიერება. შენ რა თქმა უნდა პოლიტიკური ნება, მაგრამ აქ მეორე თემაა. აი მოდი ერთ რამეს დავაკვირდეთ რა. ერთი პარტია ხელისუფლებაში ნებისმიერ ქვეყანაში რამშულობა თავიდან იწყებს კარგად, მერე ნელ-ნელა ხდება დემონიზაცია ხელისუფლების. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ქვეყანაში ეს ისეა, ხო? სადაც ნაკლები კონტროლია საზოგადოებიდან. შემდეგ ახალი საზოგადოების ნაწილი ემზადება ხელისუფლებაში მოსასვლელად, მათ გულწრფელად ჯერათ, რომ ხელისუფლებაში მოვლენ სიკეთისკენ შეცვლიან ყველაფერს და ეს ადამიანები მოდიან თუ არა ხელისუფლებაში, მომენტალურად იწყება ამ ადამიანების ცვლილება და დემონიზაცია. აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი. დემონიზაცია ეს არის დეგრადირება ადამიანის. რა თქმა უნდა დეგრადირება ადამიანის. ხო, აბა დემონიზაცია გახდება ადამიანის. ხო, დეგრადირებული.
აი თქვა ადამიანი გასვლის ეს იწოდით მორჩიბი ლექციას და მე რო ვისაუბროთ, ხო? აი, აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი. ის კი არა, ის პოლიტიკოსი რასაც აკეთებს. აი, ანუ ფსიქოლოგიის მიზანი ის კი არ არის, ის პოლიტიკოსი კარგია თუ ცუდია და ეხლა მე აქ რაღაცა პოლიტიკურ შეფასებებს კი არ ვაკეთებ. მე რომ მოვალ ხვალ ხელისუფლებაში და იგივეს რო ჩავიდენ, რასაც წინა ხელისუფლება ჩადიოდა. ანუ ეს ხო ნიშნავს, რომ მე წარმოდგენა არ მაქვს რა ადამიანი ვარ. ადამიანი ვერ უძლებს ძალაუფლების ცდუნებას. ეს ხო ფაქტია რა. ადამიანი ვერ უძლებს ძალაუფლებას, რატომ? თუ ადამიანს გაცნობიერებული აქვს საკუთარი არსებობა, თუ ადამიანმა იცის რეალურად ვინ არის, რაღაც ფასეულობებზე ლაპარაკობს, მაშინ რატომ ვერ უძლებს ადამიანი ამ ცდუნებას? აქ ძალიან მარტივია ერთი პასუხი. ადამიანს არაფერი არ აქვს გაცნობიერებული. ადამიანი ფიქრობს, რომ გარეგნულ წესებს თუ ექვემდებარება, აი რატომ არის საშიში ავტორიტეტებზე მიყოლა, რატომ არის საშიში ყველა იდეოლოგია და ყველა იდეალი, გნებავთ რელიგიური იდეოლოგია. ყველაფერი საშიშია, რაც ადამიანს აიძულებს მძინარე მდგომარეობაში იყოს. თქვენ როდესაც გეუბნებიან, რომ ეს კანონი დაიცავი, ეს კანონი, აი გნებავთ რელიგიური დამოკიდებულება, ხო, რელიგიისადმი ჩვენი დამოკიდებულება. როდესაც თქვენ ფიქრობთ, რომ გარეგნულად წესებს დაიცავთ და ამით რაღაცას დაიმკვიდრებთ ცხოვრებაში, რა გასაკვირია, რომ შიგნით აბსოლუტურად ტრანსფორმაცია არ მიდის ადამიანში. რელიგია ხო ეს ადამიანის შინაგანი გამოცდილება, ანუ რელიგია ეს არის შინაგანი ტრანსფორმაცია. და რას ნიშნავს შინაგანი ტრანსფორმაცია? ჯერ უნდა დავინახო ჩემი არასრულ ფასოვნებას, შემდეგ უნდა გავაცნობიერო და გაცნობიერება ნიშნავს რაღაცისგან განთავისუფლებას. გაცნობიერება ეს არ არის ინტელექტუალური გაგება, ამას ვაზუსტებ ხშირად, იმიტომ რომ ერევათ ერთმანეთში. ინტელექტუალურად გასაგებია, რომ ადამიანმა ძალიან ბევრი რამე იცის და კაცობრიობამ ძალიან ბევრი რამე იცის და ყველაფერი დაწერილა, ახალს ვერაფერს ვეღარ დაწერ დედამიწაზე და ვერაფერს ვეღარ იტყვი. მაგრამ შეიცვალა ადამიანი? კაცობრიობა შეიცვალა? მაშასადამე ის რომ ყველაფერი კარგად წერია ბიბლიაში, ვედებში, იქ რაღაცა ყურანში, ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანში ტრანსფორმაცია მიდის. ანუ ერთადერთი გამოსავალი, რომ ადამიანი შეიცვალოს, არის დაკვირვება საკუთარ თავზე. რეალურად პირველ რიგში კეთილი ნება, რომ შენ სურვილი გაგიჩნდეს და აკვირდეს საკუთარ თავს. ნუ სამწუხაროდ აი ფსიქოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანი სანამ თავზე არ დაემსხვრევა ცხოვრება, ვერ იწყებს ამ გაცნობიერებულ ცხოვრებას და არ უნდა გაიგოს, რომ ყველაზე ფასეული მასია, რომ პრობლემაც მასია, ღმერთიც მასია, დემონის მასია და ყველაფერი მასია. თუ რომელი მართავს მას და რომელი ათამაშებს მას, სწორედ იმაზეა დამოკიდებული თქვენ რამდენად გესმით ყოველი ნაბიჯი. იმიტომ რომ ადამიანი რეალურად მაინც ჯანმრთელი გონების ადამიანს, რასაც ვამბობთ ხო ჩვენ, აი ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი, მაინც მოტივირებულია სიცოცხლისკენ. ადამიანი ეს არის არსება, რომელმაც სიცოცხლისთვის უნდა იმოქმედოს, საკუთარი სასიცოცხლო ენერგიის ტრანსცენდირება უნდა მოახდინოს. აი ადამიანი ამით გავს ღმერთს, შემოქმედებითობით და ეს შემოქმედებითობა არის მუდმივად დადებითი. ანუ ადამიანი კარგად მხოლოდ მაშინ არის, როდესაც სიკეთე და ჰარმონია ჭარბობს ამაში. ეს კვლევაზე გეუბნებით, ახლა თორე რაღაცა ესეთი რელიგიიდან არ გესაუბრებით, აი დააკვირდით თქვენ თავს და მიხვდებით. ყველაზე კარგად ხართ მაშინ, როდესაც სავსე ხართ სიყვარულით. თუმცა ჩვენს ადამიანურ არსებობაში ეს ძალიან მცირე გამონათებებია. რატომ? ისევ და ისევ ადამიანს გონია, რომ სიყვარული რო არ არის, ეს რაღაცა ღმერთის ბრალია და პლანეტების და კოსმოსის. ამხელა წვდიადი, როდესაც ადამიანში, ამხელა შეუცნობელი სივრცე, როდესაც ადამიანში, ადამიანის გონებაში პოზიტიური ფიქრები ვერ მაგრდება. რატომ ვერ მაგრდება? იმიტომ რომ ეს ფიქრები თქვენი არაცნობიერიდან მოდის, მუდმივად და ერთმანეთს ანაცვლებს, გესმით? და რეალურად თქვენ ხართ ის, რაც ხდება თქვენს გონებაში. აი თქვენ მოცემული მდგომარეობით ზუსტად, აი ეხლა ამ წუთას დღევანდელი მდგომარეობით ხვალ რა იქნება, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ხვალ შეიძლება საერთოდაც არ დადგეს. აი დღეს ხართ ზუსტად ის, რა სტერეოტიპებითაც ხართ სავსე, რა ფიქრებითაც ხართ სავსე და რასთანაც გაქვთ იდენტობა. აი ეს ხართ რეალურად თქვენ. ნუ ჩვენ მოდი ესე ვთქვათ რა. აი ის ადამიანი, რასაც ჩვენ უნიკალურობაზე ვსაუბრობთ და ყველა ადამიანი თავისი უნიკალურობით, ეს რეალურად ძალიან შორს არის ჩვენგან რომ იცოდეთ. ეს არის ადამიანი ამ ყველაფრის მიღმა,
და ჩვენ როდესაც ფსიქოლოგიურ გამთლიანებაზე ვსაუბრობთ, ეს არის ერთგვარად დაბრუნება სწორედ აი ამ ადამიანთან, რეალურ ადამიანთან და რეალური ადამიანი იცოდეთ, რომ არის მხოლოდ ერთი. ეს არ არის ფანტაზიებით შექმნილი, გონებით დაპროექტებული ადამიანი. ეს არის რეალური ადამიანი, ადამიანს, რომელსაც არის პოზიტიური და ნეგატიური ფიქრები აღარ ათამაშებს. ადამიანი, რომელიც გარემოებას აღარ ექვემდებარება და ადამიანი, რომელიც არც ერთ გარემოში აღარ გახდება ესეთი ან მსხვერპლი, ან მოძალადი, ან კაცი ჭამია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იცით რა არის? აქ არის აი ესეთი არჩევანის მომენტი. ეს აქაც ვთვლი, რომ თავისუფალი ნება, თქვენ ან ირჩევთ იგივე ცხოვრებას, რაც გვაქვს, ან ვაგრძელებთ, მივყვები ავტორიტეტებს, ვიღაცას ყავს რელიგიური ავტორიტეტები, ვიღაცას ყავს პოლიტიკური ავტორიტეტები, ვიღაცას რაღაც ისე ავტორიტეტები ყავს და მიმაჩნია, რომ ავტორიტეტებს თუ მივყვები, ეს არის გაკვალული გზა, ვიღაცებმა გაიარეს და მეც მივყვები და გავალ სადღაც სამშვიდობოს, იმიტომ რომ წიგნებში წერია, რომ იმან მიაღწია, ან ვრჩებით აი ამ ვერბალურ დონეზე, ან არა და აქ მხოლოდ ერთი გზა რჩება, ვიწყებ გამოღვიძებას და ზოგადად ვსვავ შეკითხვებს, ვინ ვარ მე და ვინ არიან ის ადამიანები, ვისი აზრებითაც მე დღემდე ვცხოვრობ. ის ავტორიტეტები დაწყებული რელიგიური ავტორიტეტებიდან. აი დამრწმუნეთ რა ხალხო, ყველაფერი ექვემდებარება შეკითხვას მაინც. იმდენად, რამდენადაც ეს ჩვენი ცხოვრებაა. ჩვენ ხო სხვის ცხოვრებაზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ხო ხა არც რაღაცა ფილმის გმირები ვართ, რომ გამოვიდეთ კიდე სხვა ცხოვრება გქონდეს. ჩვენ ხო ეს ერთი ცხოვრება გვაქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან მცირე მონაკვეთი ახალგაზრდობის, რომელიც ძალიან სწრაფად გადის და ხშირად გადის ეს ახალგაზრდობა ამ ქაოსში, ამ უბედურებაში, რაღაცა ეფემერული ბედნიერების და სიყვარულის დევნაში, რომელიც რეალურად მე არსად არ მოდის. და შემდეგ რაღაც ასაკში მივა ადამიანი და ფიქრობს, რომ იღბლუა, არ გაუმართლა, ღმერთმა დაივიწყა, რაღაც ანგელებმა დაივიწყა, ან ჰოროსკოპი არ უწყობდა ხელს. ესეც კომფორტული იდეაა, ეხლა კი ბატონო, თუ გძინავს, რა პრობლემაა, ეხლა ნებისმიერ პოზაში შეიძლება გეძინოს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ცხოვრება ღირს იმათ, რომ დაფიქრდი ადამიანი რეალურად ვინ ხარ რა. კი დაიბადე ამ სოციუმში, ამ წესებში, ამ ტრადიციებში, მაგრამ შენ ვინ ხარ რეალურად? რა ხდება შენს გონებაში? ბოლოს საიდანღაც ხომ მოხვედი ადამიანი, სადღაც ხომ მიდიხარ რა? ნუ თუ აი ეს რაღაცა ერთ კონკრეტულ პროექციაში იწყება და მთავრდება აბსოლუტურად ყველაფერი. საინტერესოა, საიდან ჩდება ფიქრები გონებაში. ეს ხო ძალიან საინტერესო პროცესია. ვზივა, როცა ფიქრმა შემიცვალა ხასიათი. ფიქრი მაიძულებს თვითმკვლელობამდეც კი მივიდე. ეს ხო სახუმარო თემა რეალურად არ არის. ფიქრი მაიძულებს ერთ წამში ვიყო ძალიან ბედნიერი. ფიქრი მაიძულებს ვიყო დამოკიდებული სხვა ადამიანის აზრზე. ეს სხვათა შორის აი მაგას ვსაუბრობთ ახლა. მე მირჩევნია, რომ აი თვითონ მიხვიდეთ მაგას, მამდე შეიძლება თუ არა ფიქრების მართვა. ანუ თუ დააკვირდებით ყოველ ფიქრს, იქნებ მიხვდეთ კიდეც, რომ შესაძლებელია ფიქრების მართვა. ანუ ფიქრის გარკვევა რა თქმა უნდა ძალიან რთული მომენტია, მაგრამ იმის გარკვევა მაინც ხო შეიძლება მიყევი ფიქრს, აბა საიდან მოდის? აქ თავარი რა მომენტია, იცი ჩვენ მიჩვეულები ვართ, ჩვენ ესეც ვასწავლით ერთმანეთს, აი მოძღვრათ, რომ ნუ მიაქცევ რა ყურადღებას. აი ადამიანი როგორ ცხოვრობს, იცი, წამოვიდა ფიქრი რაღაცაა ნეგატიური და მეორე ადამიანს ეუბნება და ისენება, მოდი ნუ მიაქცევ ყურადღებას. აი მე გიტყვით პირიქით რა, მოდი ყველა ფიქრს მიაქცევ ყურადღება. უბრალოდ შეეცადე, რომ ემოციურად როლში არ შეხვიდე ფიქრთან, აი დამკვირვებლის პოზა შეინარჩუნო. იმიტომ რომ ფაქტია, რომ ეს ფიქრი შენს გონებაში გაჩნდა. ჩვენ ხო ხა გვაწუხებს ფიქრები, რომელიც აფჩნდება და არა მეზობელი გოგონას თავში, ხო? ხო შესაძლებელია, ეს ხო შენი გონებაა. ეს ხო მადლობა ღმერთს, ხო ჩვენ მოაზროვნე არსებები ვართ რა. მოდი აბა დააკვირდი ამ ფიქრს და მიყევი, საიდან წამოვიდა ეს ფიქრი. და თუ შეძლებ, რომ ცოტა ხანი მაინც კონცენტრაცია მოახდინო ამაზე, საოცრებებს აღმოაჩინე, ჩემი პირადი გამოცდილებიდან გეუბნები. აი ეს ფიქრი აუცილებლად მის უკან რადგას შემდგომში მაგას გამოიყვანს. შემდეგ იმას აუცილებლად მოყვება კიდე რამ გაუკეთა ამას პროვოცირება. საიდან შემოვიდა ეს ყველაფერი და
აი ნელ-ნელა შემდგომში ეს ჩვევაში გადადის უკვე და თქვენ ხართ აბსოლუტურად კონცენტრირებული არა იმაზე თქვენს მეზობლართან გორძე ქუჩაზე რა ხდება, არამედ აი აქ რა ხდება. ყოველი ფიქრი თქვენში შემოსული რამდენად მოქმედებს თქვენზე. საიდან ჩდება ნეგატიურია, პოზიტიურია. აი ცალსახად მაგალითად აღმოსავლეთი ხა საიდანაც მე ზოგადად ვისწავლე და მოვედი. აი აღმოსავლეთი გეუბნებათ რომ მოდი ნუ განსჯი ფიქრს, ნუ იტყვი რომ ცუდია, კარგია, სორტირებას ნუ გაუკეთებ, ნუ აყვები ემოციურად, უბრალოდ დააკვირდი, დამკვირვებელი ვარ ეხლა მე და მაინტერესებს მე რეალურად როგორი ფიქრები მაქვს. გუშინ თუ მეგონა რომ მე ვიყავი ესეთი კაი გოგო და ძალიან მოწესრიგებული და ჭკვიანი და გონიერი და განათლებული და კეთილი, აი დღეს არავის არ ვეტყვი ამას რა. ჩემთვის მაინტერესებს რეალურად რა ფიქრები მოდის და აი დამერწმუნე რა, ამას თუ შეძლებ რომ მიყვე და ნელ-ნელა გააგრძელო, ცოტა ხანში აღმოაჩენ რომ სრულიად სხვა ადამიანი ხარ. აი ნელ-ნელა მიხვდები როგორი ტრანსფორმაცია დაიწყება. ნელ-ნელა მიხვდები რამდენ ადამიანს ძინავს შენში, შენ ეს ყველაფერი კომფორტულად გაქვს მიჩუმებული, რაღაცა ჩვენ რასაც არაცნობიერს ვეძახით, გადასროლილი არაცნობიერში და სწორედ ეს არქაული ადამიანი იღვიძებს მე როდესაც